ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან და ჰონკონგიდან ამერიკაში გაგზავნილ მცირე ამანათებზე ტარიფები შეამცირა. თეთრი სახლის განცხადების თანახმად $100-მდე ღირებულების მცირე ამანათებზე ტარიფები 120%-დან 54%-მდე შემცირდა. ცნობისთვის ჩინური ონლაინ საცალო პლატფორმები შეინიდო ტემ მანამდე ეგრეთ წოდებული de minimis-ის გამონაკლისს ეყრდნობოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა მათ დაბალი ღირებულების მქონე ნივთები ამერიკის მომხმარებლებისთვის გაეგზავნათ საბაჟო ან იმპორტის გადასახადების გადახდის გარეშე. ეს წესი ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში გააუქმა. მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს მმართველი პარტია მორენას წევრს ესენია ლარა გუტიერეს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმა Deribit შეიძინა, რაშიც 2.9 მილიარდი გადაიხადა. ეს გარიგება იმდენად მასშტაბურია, რომ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში შევა, რადგან ამ მოცულობის M&A-ის ტიპის ტრანზაქცია სექტორში ამ დრომდე არ შესრულებულა, თუმცა Coinbase-ისთვის ეს ტრანზაქცია მხოლოდ ფულს არ უკავშირდება, რადგან Deribit-ის შესყიდვით კრიპტობირჟა ახალ ბაზრებზე გავა. Deribit-ის შესყიდვით Coinbase-ი ტრეიდინგ ფუნქციონალს გააფართოებს და სავარაუდოდ განვითარების ახალ საფეხურზე გავა, რაც დერივატივებზე დაფუძნებულ ინსტიტუციურ ტრეიდინგს გულისხმობს, სადაც როგორც ცნობილია, დიდი ფული ტრიალებს. ამ მიმართულებით თამაშის წესებს სხვა მოთამაშეები აწესებდნენ, მაგრამ ამიერიდან მათ ჩამონათვალში Coinbase-იც მოხდა. თან დერივატივები ტრეიდინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმარჟიანი ბიზნესია, რომელიც ბირჟას შეიძლება ჰქონდეს. გარიგება ორ ნაწილად შესრულდება. პირველ რიგში Deribit-ის აქციონერები 700 მილიონს ნაღდი ფულის სახით მიიღებენ, დანარჩენი კაპიტალი კი Coinbase-ის 11 მილიონი A-კლასის აქციებით. სიახლის გავრცელების ფონზე Coinbase-ის აქციები 5%-ით გაძვირდა. OPEC Plus-ის მიერ განსაზღვრული კოტებისა და მოთხოვნის მიუხედავად ყაზახეთი ნავთობის მიწოდებას არ ამცირებს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით მომავალ თვესაც დღიური წარმოება 1.75 მილიონი ბარელის ფარგლებში იქნება, რაც გაცილებით მეტრია ვიდრე OPEC-ის მიერ განსაზღვრული ზედა ლიმიტი. ეს ყაზახეთის მთავრობის მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და მიუთითებს, რომ ყაზახეთი საუდის არაბეთის მოთხოვნებს არ დაემორჩილება და თუ საჭირო იქნება ის კარტელიდან გავა. ყაზახეთი, რომელიც OPEC-ის ოფიციალური წევრი არ არის, თუმცა 2016 წლის და OPEC Plus-ის გაფართოებული ალიანსის მონაწილეა, ბოლო თვეებში აქტიურად და დაუმალავად არღვევს შეთანხმებით განსაზღვრულ ლიმიტებს. ეს არ მოსწონს საუდის არაბეთს და რუსეთს, რომლებიც OPEC-ის არაოფიციალური ლიდერები არიან. ბოლო პერიოდში ეს ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ნავთობის ბაზარზე ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რათა მათ საბიუჯეტო შემოსავლები გაეზარდოთ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 12%-ით შემცირდა. სამინისტროს განცხადებით, შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაა. საერთო ჯამში 2025 წლის აპრილში ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან ბიუჯეტში 13.5 მილიარდი შევიდა. 2025 წლის პირველ 4 თვეში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ჯამურმა მოსავალმა 45 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-იანი კლებაა. ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულადაა გაზრდილი, ის უკვე $45 მილიარდ აღწევს. იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor მსოფლიო მასშტაბით კიდევ 10,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს. წარსულში უკვე დაანონსებული შემცირებების გათვალისწინებით კომპანიის სამუშაო ძალა ჯამში 20,000-მდე კადრით დაახლოებით 15%-ით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NHK-ზე დაყრდნობით გავრცელდა. იაპონიის სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი ცდილობს ოპერაციები უფრო მოქნილი და მდგრადი გახადოს, მას შემდეგ რაც ჩინეთსა და მის უმსხვილეს ბაზარზე ამერიკაში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. მან ჯერ კიდევ აპრილში გაავრცელა გაფრთხილება, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანია სავარაუდოდ რეკორდულ 4.74-დან 5.08 მილიარდამდე წმინდა ზარალს დააფიქსირებდა. Nissan-მა ამერიკის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების მზარდი პოპულარობა ვერ გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ერთ-ერთი პირველი იყო, პოზიციები ვერ შეინარჩუნა. ამავდროულად კომპანია დაძარალდა ჩინეთშიც, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, ამიტომ Nissan-ი უახლოეს წლებში დაახლოებით 10 ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა გაყიდვების ვარდნა შეაჩეროს.
Panasonic რესტრუქტურიზაციას და სამუშაო ძალის 10,000 თანამშრომლის შემცირებას აანონსებს, რომლის მთავარი მიზანი მოგების მარჟის გაზრდაა. დათხოვილი თანამშრომლების ნახევარს Panasonic იაპონიის ოფისებიდან გაუშვებს, როცა მეორე ნახევარით სხვა ქვეყნების ოფისებიდან წავლენ. ჯამში კომპანია სამუშაო ძალის 4%-ის დათხოვნას გეგმავს, როგორც Panasonic-ში ამბობენ. რესტრუქტურიზაციასთან ერთად იცვლება კომპანიის აგებულება და მენტალიტეტი, რომელიც თითოეული თანამშრომლის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ფოკუსირებული. იაპონიის კომპანიის განცხადებით, ცვლილებების შემდეგი ფისკალური წლიდან ამოქმედება. ცვლილებების შედეგად Panasonic-ი მოგებიანობის მილიარდიან გაზრდას პროგნოზირებს, რომლის თითქმის ნახევარი კერძოდ 483 მილიონი პირდაპირ სახელმწიფო შტატის შემცირებით დაბალანსდება. კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციით Panasonic-ი დამატებით 88 მილიონს დაზოგავს და შედეგად წლის ჭრილში 52.7 მილიარდის შემოსავალს და 2 მილიარდის წმინდა მოგებას მიიღებს. სამომავლო პროგნოზთან ერთად Panasonic-მა ფისკალური 2025 წლის ფინანსური შედეგებიც გაასაჯაროვა. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 47 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 0.5%-იანი კლებაა. შემოსავალთან ერთად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. დღეს Panasonic-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 26.8 მილიარდია და ამაჩვენებლით მსოფლიოში 770 ადგილს იკავებს. 1990-დან 2020 წლამდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის დაახლოებით 2/3, ანუ 65% იმ სითბური გაზების ემისიებით არის განპირობებული, რომელზეც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 10% არის პასუხისმგებელი. ამის შესახებ ჟურნალი Nature Climate Change წერს, რასაც The Guardian ავრცელებს. ეს მოიცავს მოხმარების, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების, ასევე ვაჭრობის შედეგად გამოყოფილ ემისიებს. ამ ემისიებში უმდიდრესი ადამიანების 10%-ის წვლილი ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წვლილთან შედარებით 6.5-ჯერ მეტია. ამასთან ექსტრემალური ტემპერატურის მატებაში უდიდესი ადამიანების 1%-ისა და 0.1%-ის წვლილი საშუალო მაჩვენებელზე 20-ჯერ და 76-ჯერ მეტია. თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იმდენივე ემისიას გამოყოფს, რამდენსაც უმდიდრესი მოსახლეობის 0.1%, ტემპერატურა კატასტროფულად 12.2 გრადუსით მოიმატებს. მეცნიერთა დასკვნით, ადამიანის საქმიანობის ნეგატიურ შედეგებს ყველაზე მეტად ტროპიკული რეგიონები, კერძოდ ამაზონი, სამხრეთ აზია და აფრიკა განიცდიან, რომლებიც მცირე რაოდენობით CO2-ს გამოყოფენ. The Guardian-ის შეფასებით ასეთი კვლევა პირველია, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ იწვევს კლიმატურ კრიზისს უთანასწორობა ემისიებში და ხაზს უზომს კლიმატის დაფინანსებისა და სიმდიდრის გადასახადების აუცილებლობას.